ზაფხულის პირველი ტესტ მატჩი გავმართეთ ირლანდიასთან. ტიერ-1-ის ძალიან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ასე რომ ვთქვათ, გუნდი იყო ჩამოსული და პირველი თამაში ყოველთვის რთული არის ჩვენთვის და სამწუხაროა, რომ მოგვიწია პირველივე თამაში ესეთ გუნდთან. ჩვენაც დაგვაკლდა ჩემი აზრით იყო ის რომ ბევრ ასე რომ ვთქვათ მცირედ შეცდომებს უშვებდით რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია დიდ სურათში შედეგი ესეთ გუნდთან როდესაც ამ პატარა შეცდომებს უშვებ ისინი ადვილად იყენებენ და შესაბამისად სახავენ ქულებში მადლობა პირველ რიგში მინდა გადაუხადო დამსწრე მაყურებლებს მოედანზე ვინც მოვიდნენ და ვინც ვერ მოვიდნენ მათაც მიუხედავად იმ ამინდისა, რომელიც იმ დღეს იყო და გვერდში გვედგნენ და სამწუხაროა, რომ ვერ წარმოვაჩინეთ თავი ისე როგორც ჩვენ გვინდოდა რა, მაგრამ შევეცდებით რომ შემდეგ თამაშებში უკეთესად წარმოვაჩინოთ თავი და ის შეცდომები გამოვასწოროთ და ბევრად უკეთ ვითამაშოთ. ირლანდიის თამაშის შემდეგ მეორე დღეს უკვე გამოფრინდით სამხრეთ აფრიკაში, კერძოდ ბრუმფონტეინში. დიდი ხანი ვიყავით გზაში, მაგრამ ნუ ეს ჩვეულებრივი ამბავია. Thanks, man. Good morning. Hope we all slept well. We're going to just have a few minutes here and then we're going to split for units. So the backs will go to the smaller room and the forwards will stay here. Okay? This morning we're going to walk across to the school. Okay, we're going to do our weight training and then we're going to have units. The units is just really light, it's walking. We'll walk through our line-outs, the backs will walk through their place. Okay? We're going to come back and have lunch. We'll meet back in here and start to preview cheetahs. We're going to go back across to the pitch and we're just going to do our installation. Okay? So we're 3 days post-game. Okay? We've had a long travel. We need to get our bodies back into it. It's not a hard day. It's a learning day, but we're going to have to learn quickly. Because on Friday, we've got an important game. Okay? Before I announce the team, just Tedo will captain the team. Okay? ჩემთვის ორმაგად ასე რომ ვთქვათ, სასიხარულო იყო და ალბათ შოკიც კი იყო ის ფაქტი, რომ პირველად რო გავიგე რიჩარდმა რომ მითხრა, რომ მინდა რომ ამ გუნდს შენ უკაპიტნო, სიმართლე გითხრათ, თავიდან შოკი იყო, არ ველოდი ამ ყველაფერს. ძალიან ბედნიერი ვარ და დიდ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ ამავდროულად და დიდი პატივია ეს წოდება თუნდაც ერთ თამაშზეც კი რომ შენ გადიხარ საკუთარი ნაკრები გაკავს შენ ხარ კაპიტანი და გიწევს ალბათ მთელი თამაშის მართვა. ჩემი სახელიც ჩაიწერება იმ უდიდესი ადამიანების სახელების გვერდით, რომლებმაც უკვე უკაპიტნეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. შეხებით, წონით ვისაც გვინდა 30 წამი, ერთი მხარე 30 წამი, მეორე მხარე ორი სერია ეგეც.
კარგად მიდის ეს მოსამზადებელი სავარჯიშო დღეები. ყველაფერი კარგად არის, ბიჭებიც ფორმაში ვართ და ვცდილობთ რომ უკეთესი პერფორმანსი დავდოთ, ასე რომ ვთქვათ, ჩიტასთან თამაში და როგორც ზემოთ აღნიშნე, გამოვასწოროთ ის შეცდომები და უკეთესი, ასე რომ ვთქვათ, თამაში ვანახოთ ჩიტასთან, არა მარტო გამარჯვება, არამედ თამაშიც. გავდივართ მთლიანად შეცვლილი 15-ულით და რას უნდა ველოდოთ, იქნება რთული თამაში, მარტივი არ იქნება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სამხრეთ-აფრიკული გუნდი არის და დამახასიათებელი რაც არის სამხრეთ-აფრიკული გუნდებისთვის არის ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი მოთამაშეები. შევეცდებით იმ შეცდომების გამოსწორებას, რაც ირლანდიასთან დავუშვით და შევეცდებით უკეთესი თამაშის ჩვენებას ჩიტასთან.